ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარსონი, ასტრიდ ლინდგრენი. ერთ ქალაქში, ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე, ჩვეულებრივ სახლში ცხოვრობს ჩვეულებრივი ოჯახი. გვარად სვანტესონები. ჩვეულებრივი დედა, ჩვეულებრივი მამა და 3 ჩვეულებრივი შვილი, ბოსე, ბეტანი და ბიჭუნა. ბოსე 15 წლისაა, ფეხბურთი უყვარს და სწავლით თავს არ იკლავს. ბეტანი 14 წლისაა და თმა ცხენის კუდივით აქვს შეკრული, ზუსტად ისე, როგორც სხვა გოგოებს. მთელ სახლში ერთადერთი ვინმეა არაჩვეულებრივი და ისიც სახურავის ბინადარი კარსონი. ის მართლა სახურავზე ცხოვრობს და სწორედ ეს არის არაჩვეულებრივი. კარსონი დაბალი, სქელი, თავმომწონე ვაჟბატონია, თან ფრენაც იცის და ჭერთის ღიბზე დამაგრებულ ღილაკს და მაშინვე აფრინდება ჰაერში. გაზაფხულის მშვენიერი საღამო იდგა, ბიჭუნა მოწყენილი იჯდა თავის ოთახში და ძაღლზე ოცნებობდა. უცებ ჩუმი ზუზუნი შემოესმა და ფანჯარას ჩასუქებულმა კაცუნამ ჩაუფრინა. ბოლოს ბიჭვას ფაჯის რაფათა შეანელა ფრენად და გამოელაპარაკა. გამარჯობა, შეიძლება ცოტა ხნით აქ დავეშვა? რა თქმა უნდა, ასე ფრენა ძნელი არ არის? გაოცებისგან ძლივს ამოიღო ხმა ბიჭუნამ. ჩემთვის სულაც არ არის ფრენა ძნელი. მერდიდულად გაიფრინდა კარსონი და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. მე ხომ სოფლიოში უბადლო ფრენოსანი ვარ. რა გქვია? ბიჭუნას მეძახიან, ისე კი სვანტესონი მქვია. მე კი კარსონი ვარ. კარსონი ოთახში შემოფრინდა და წიგნის თაროსთან მივიდა. თაროდან ბიჭუნას ორთქლის მანქანა ჩამოიღო და ხელში შეათამაშა. მოდი ავამუშაოთ. არა, ამ მანქანის ამუშავება მხოლოდ მამასთან, ან ბოსეს და ერთად შეიძლება. მამა შენს გადაეცი, რომ სახურავის ბინადარი კარსონი სოფლიოში საუკეთესო ორთქლის მანქანების ამმუშავებელია თქო. ჩაიბუტბუტა კარსონმა და სანამ ბიჭუნა რამე სიტყოდა ორთქლის მანქანა აამუშავა. მაგრამ უცებ საშინელი გრუხუნი გაისმა და მანქანის ნამსხვრევები მთელ ოთახში მიმოიფანტა. ბიჭუნას თვალები ცრემლით აევსო და ნამსხვრევების მოგროვება შეუდგა. ახლა უნდა გავფრინდე, წავალ, სახლს უნდა მივხედო. პატარა კაცუნა ნენელა ჰაერში აიწია და ოთახს რამდენიმე წრე დაარტყა. ბიჭუნას კოტი და ხელი დაუქნია და გაუჩინარდა. ბიჭუნა კიდევ დიდხანს იდგა ფანჯარასთან და გაზაფხულის ვარსკვლავიან ცას ღიმილით გასცქეროდა.